ჩემი ვიდეო ბლოგი ეხება მერაბ დვალიშვილის მარცხს, გუშინდელ მარცხს ოქტაგონზე რუს პიოტრ იანთან. სამწუხარო ამბავია ცხადია. ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ახლა უკვე ექს-ჩემპიონია. მაღალზე მაღალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით ის გავა რემატჩზე და ჩვენი სურვილი რასაკვირველია უკლებლივ ყველასი, აქვე ვიტყვი, ალბათ მაინც ყველასი არის რომ რემატჩში მაინც დაამარცხოს ეს რუსი სამწუხარო ამბავი ისიც არის რომ სწორედ რუსთან დამარცხდა. ახლა ვისაუბროთ თემაზე რატომ დამარცხდა მერაბ დვალიშვილი თუ რაღაც პოლიტიკურ სარჩულს არ დაუდებთ ამ ამბავს თუ არ ვისაუბრებთ იმაზე რომ მერაბ დვალიშვილი ქოცია ან უკვე ქოცია ან იმაზე არ ვისაუბრებთ რომ აი კახა კალაძემ გათვალა ის როცა შეხვდა დედაქალაქის ბანდიტი მერი ამ ჩემპიონ კაცს მაშინ ჩემპიონ კაცს ამგვარ თეორიებს თუ არ განვავითარებთ და არ უნდა განვავითაროთ მერაბ დვალიშვილი დამარცხდა იმიტომ ეს უნდა ვთქვა ღიად რომ უფრო ცუდად იყო მომზადებული იმ კონკრეტული ბრძოლისათვის და შესაბამისად ამ პიოტრ იანმა დაამარცხა ჩვენი ჩემპიონი ადრე თუ გვიან მერაბ დვალიშვილი რუსთან იქნებოდა თუ ესპანელთან, ამერიკელთან თუ იამაიკელთან პირობითად ხო, ფრანგთან რა მნიშვნელობა აქვს რომელ ეროვნებაზე გავამახვილებ ახლა ყურადღებას დამარცხდებოდა ადრე თუ გვიან მერაბ დვალიშვილი კი არა კრივში ოღონდ ამ სპორტის ამ სახეობაში არ ვიცი ვინ არიან ახლა მაინც და მაინც ძალიან მაგრები მაგრამ კრივში დამარცხებულან ისეთი დიდი ჩემპიონები როგორიც იყო მუჰამედ ალი, მაიკ ტაისონი, ევანდერ ჰოლიფილდი, ლენოქს ლუისი, სხვები და სხვები. გავბედავ და ვიტყვი, მერაბ დვალიშვილზე ბევრად დიდი სპორტსმენები და ბევრად დიდი ჩემპიონები. ახლა ვინ არის კრივში, მით უფრო მძიმე წონაში თუ აბსოლუტურ წონაში გამარჯვებული და ჩემპიონი სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რა ხანია არ შემიხედავს სპორტის არ მიმიდევნებია თვალყური სპორტის ამ სახეობისათვის. მოკლედ, მოხდა ის რაც ადრე თუ გვიან მოხდებოდა და არ არის გამორიცხული რომ მერაბ დვალიშვილი დაუბრუნდეს ოქტაგონს კი არა ამ კონკრეტულ პირთან ბრძოლას პიოტრ იანთან და არ არის ის არის გამორიცხული რომ იმ მომავალი ბრძოლისათვის მოემზადოს ეს ჩემპიონი. სამწუხარო ის არის რომ მერაბ დვალიშვილი როგორც ამბობენ და როგორც წერენ არ არის კი რამდენიმე რაღაც ისეთი პატრიოტული პოსტიც რამდენადაც მახსოვს აქვს გამოქვეყნებული მაგრამ არ არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი. მე გულახდილად გეტყვით რომ ბოლო ხანებია სულაც არ ვარ იმის მომხრე რომ პირები ვამუნათოთ იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს ამ დამუნათებას და ყველამ უკვე გააკეთა საკუთარი ღირებულებითი არჩევანი. მაგრამ ამას უბრალოდ ფაქტად აღვნიშნავ თუ ეს ასეა და ჩანს ეს ასეა მერაბ დვალიშვილი არ არის სამწუხაროდ არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ კრიტიკულად განწყობილი. რატომ მოხდა ესე უმჯობესი იყო თუ არა რომ მერაბ დვალიშვილი ჩვენსკენ ყოფილიყო უმჯობესია თუ არა რომ ზოგადად სპორტსმენები მით უფრო სახელოვანი სპორტსმენები აქტიურად ან რაღაცნაირად მაინც აფიქსირებდნენ ხელისუფლებად წოდებული ბანდის საწინააღმდეგო ოპოზიციას უმჯობესი იყო რასაკვირველია მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. დვალიშვილი იქნება თუ სხვა სპორტის სხვა სახეობების წარმატებული პირები საერთოდაც არ აკრიტიკებენ და ეწინააღმდეგებიან ბანდას. ეგ კი არა აგე კალათბურთელმა შერმადინმა მერაბ დვალიშვილზე დაახლოებით 3-ჯერ მაღალი როა სიმაღლეზე კი არ ვამახვილებ ყოველდღებას ან მერაბ დვალიშვილის სიდაბლეზე არავითარ შემთხვევაში რა უფლება მაქვს მერაბ დვალიშვილის სპორტსმენია და ის იმანაც ასახელა შერმადინმაც ოდესღაც საქართველოს და დვალიშვილმაც არც თუ შორეულ წარსულში შერმადინმა კალათბურთელმა რომელიც 3 მეტრამდეა მეთქი ასე ვიტყვი ცხადია ვუტრირებ საერთოდაც მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრად წოდებულ ბანდიტს რომელიც უკვე რამდენიმე დღეში ჩვენ დავადანაშაულეთ და სამართლიანად დავადანაშაულეთ
ქიმიური იარაღის გამოყენებაში ქართული ხალხის წინააღმდეგ. 4-5 დღის წინანდელი ამბავი კი ის იყო, რომ მოვიდა ეს აყლაყუდა კაცი და პრემიერს მადლობა გადაუხადა, ცხადია მან არ იცოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა დადანაშაულებული იქნებოდა ქიმიური იარაღის გამოყენებაში 1 წლით ადრე რომ გამოიყენა ქიმიური იარაღი იმაში, მაგრამ რომს ცოდნოდა, მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ შერმადინი გიორგი მადლობას მაინც გადაუხდიდა პრემიერად წოდებულ ირაკლი კობახიძე ბანდიტს. ყველანი ბანდიტები არიან ამ ხელისუფლებაში, ვინც არის, მთავარი ბანდიტი კი იგზის, იცით თქვენ აბასთუმნის უღრანებში და კარგ ჰაერსა სუნთქავს. ესე უნდა თქვა. დაუბრუნდეთ ისევ დვალიშვილს, ეს არ არის საინტერესო არ არის ის, რატომ დამარცხდა ის, ფაქტია, რომ დამარცხდა და მან რამდენიმე კომენტარიც გააკეთა, არაჩვეულებრივი ჩემი აზრით კომენტარი ერთ-ერთი, როდესაც მან თქვა, რომ დედას ელაპარაკება, ანუ ნერვიულობო, ამაზე მეტი სადარდებელი არ მოგცეს ღმერთმაო, მეო დაუბრუნდებიო, ესო პატარა იარებიაო თუ ნაკაწრებიო თუ არ ვცდები ასე ამბობს და ამაზეც ის დაზიანებულია სიცხლი მოზდის ცხვირიდან და თვალებით ჩალურჯებული აქვს, ამაზეც დედა დიდად ნუიდარდებო. კარგი შვილის კარგი კომენტარია კარგი დედის მიმართ. მაგრამ ამაზე არ ვაბახვილებ ახლა ყურადღებას მე, თქვენი სტემართვით მე შევდივარ იმედზე, იმედის ლინკი უნდა გაჩვენოთ ერთი. მადლობა ჩემს ოჯახს. მოდიში მერაბდვალიშვილის. არის დარდო მერაბ დედა მოტივირებული ვარ რომ ამას ამბობს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის მთავარი თემა ახლა. ოპოზიციის არა და აქტიური ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენც მისი თანამებრძოლები ვართ, კარგი კაცი რაც მთავარია, თავად სპორტსმენი კაცი, ლევან ჯობავა გამოიხმაურა მერაბის მარცხს და დაწერა ამგვარი რამე, რომ ნახავთ თქვენის ნებართვით, ლევან ჯობავა წერს სიტყვას თქვით ასე, ჟურნალისტი რეზო კიკნაძის სასამართლოზე მიხვალთ, მერაბ დვალიშვილი, არა, დაკავებული ვარ. დაკავებული თან უსამართლოდ არის რეზო კიკნაძე. მერაბს უბრალოდ არ ეცალა, წინა დრამას, უკაცრავად ნინა დრამას მასპინძლობდა. ჯერ წაგება რა მურტალია, მერე რუსთან წაგებაო, ამბობს ლევან ჯობავა, ნეტა რეზო არის სინდის პატიმარი, რეზო კიკნაძე, არაჩვეულებრივი მოქალაქე, თუ უყურა ჩხუბს, ნეტა მერაბს თუ გაახსენდა რეზო. ამბავის ეს არის, რომ მერაბ დვალიშვილს სამწუხაროდ არ ახსენდება პოლიტპატიმრები და სინდის პატიმრები და საერთოდ არც ერთ სპორტსმენს, როგორც ჩანს, ბევრ სპორტსმენს, მოდი ასე ვიტყვი, არ ახსენდება ის პირები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ ტყვედ, ტუსაღად აიყვანა, მძევლებად აიყვანა და ბევრ მათგანს უკვე მიუსაჯა პატიმრობა, უმრავლესობას 2 წლით, 2 წელიწად ნახევარით და ასე შემდეგ. რეზო კიკნაძის სასამართლოზე მიხვალთ, ასე უკითხავს ჟურნალისტს ოდესღაც მერაბ დვალიშვილისთვის და მას პასუხი გაუწია ასეთი, არა დაკავებული ვარ. დაკავებული თან უსამართლოდ არის რეზო კიკნაძეო, ამბობს ლევან ჯობავა წერს ამას და პრინციპში სწორია, მერაბ დვალიშვილი დაკავებული კი არ იყო. ანუ ამის სარამე საქმით კი არ იყო დაკავებული, მერაბს უბრალოდ არ ეცალაო, მართებლად ამბობს ლევან ჯობავა, ნინა დრამას მასპინძლობდა. ის ნინა დრამა მე მგონი ის ქალბატონია, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად იყო ჩამოსული საქართველოში და ლამის ყველა რეგიონი თუ ქალაქი თუ სოფელი თუ რაიონი მოიარეს. არა და მე კვლავ ვიმეორებ, რომ დიდად წინააღმდეგი ვარ ადამიანების დამონათებისა, თუმცა კარგი იქნებოდა თუ კარგი იქნება, რომ ესეთი სახელიანი სპორტსმენები თუ მაინც სასამართლოზე არ მივლენ ამა თუ იმ პირისა, ამ შემთხვევაში რეზო კიკნაძისა, ხო, მივიდნენ ხოლმე ან გამოეხმაურონ ხოლმე გარკვეულწილად იმ უსამართლობას, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, მე არა ვარ დიდად მომხრე, რომ ეს ადამიანები ვამუნათოთ, უკვე აღარ არის ამის დრო. ყველა რესურსი დამონათებისა ჩვენი აზრით ამოვწურეთ
და უკვე ადამიანებმა ეს ღირებულებითი არჩევანი, ასე მაგალითად შერმადინმა და როგორც ჩანს თვალიშვილმაც, ეს ღირებულებითი არჩევანი გააკეთეს. ისინი სულად გამომდის შესაძლოა, მაგრამ თბილად არიან თავად და სულ გრძელ თუ მოკლე ფეხებზე ჰკიდიათ, როგორ იქნება დანარჩენი საზოგადოება. მაგრამ ამასაც არ საყვედურობ საბოლოო ჯამში არც ერთს, არც მეორეს, არც რომელიმე სპორტსმენს კვლავ მიმეორებ, ეს არის პიროვნული, პერსონალური, ინდივიდუალური არჩევანი ამა თუ იმ პირისა, ჩვენ შემთხვევაში რაღაც სპორტსმენებზე მსჯელობ სპორტსმენებისა, ან სხვა შემთხვევაში სხვა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებისა, ან კონკრეტული იმ პირებისა, რომლებიც სხვადასხვა პროფესიაში არიან, მაგრამ არიან ცნობილები, ესე უამრავი ექიმია, რომელიც დუმს, ესე უამრავი მასწავლებელია, რომელიც დუმს, ასე უამრავი მსახიობია, რომელიც დუმს, ასე უამრავი პოლიტიკოსია, ექსპერტად წოდებულია, ჟურნალისტია და ასე შემდეგ. ყველა რომ ერთ ქვაბში ჩავყაროთ და ჩასაყრელები არიან მეორე თუ მესამე მხრივ რასაკვირველია, მაგრამ ესე ინდივიდუალურად რომ გამოვხშიროთ და ვილაპარაკოთ მათ სიცუდეებზე, კარგებზე სალაპარაკო დრო უბრალოდ არ დაგვრჩება. მაგრამ ესეც არ არის, აკი ამაზეც ვილაპარაკე, მაგრამ ესეც არ არის თავარი სალაპარაკო, ახლა რაც ახლა მოგახსენეთ, ამ ყველაფერს, აი ამ ამბავს ლევან ჯობავას პოსტს, მერაბ დვალიშვილის მარცხს, მერე ლევან ჯობავას პოსტს, ამ სკრინით, ლევან ჯობავას ამ სტატუსის სკრინით და ასე შემდეგ გამოეხმაურა პროპაგანდისტური არხი, იმედი, რომელიც ერთიანად დაკავებული არა იმით, რომ მერაბ დვალიშვილის დამარცხება ირიბი მნიშვნელობით იგლოვოს ან დამწუხრებული იყოს. არამედ დაკავებულია ამ კონტექსტშიც კი ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაშავებით, ამ შემთხვევაში ლევან ჯობავას გაშავებით. ლევან ჯობავასი, რომელიც კვლავ მიმეორებ, არაჩვეულებრივი მოქალაქეა, როგორც მოქალაქე, მე არ ვიცი რამდენად წარმატებული მორაგბე იყო ის თავის დროზე, სიმართლე გითხრათ, მაგრამ როგორც ვიცი, რაგბის დიდი გულშემატკივარი და პატრიოტი და კომაგიცარი და ბევრ რამეს აკეთებს სპორტის ამსახეობაშიც, მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ, მას უშუალოდ ჩემთვისაც მოუყოლია იმ ამბების თაობაზე, იმ საქმეების თაობაზე, რომლებსაც ის აკეთებს რაგბისთვის პარალელურად იმ პროცესებში მონაწილეობისა, რომლებშიც ის მონაწილეობს, ეს არის ყოველდღიურად რუსთაველის გაბზირზე დგომა და პროტესტის გამოხატვა ბანდა ხელისუფლების ქმედებათა მიმართ. კვლავ ვიმეორებ, არც ლევანს ვაფასებთ ახლა მას როგორც სპორტსმენს თუ ყოფილ სპორტსმენს, არც როგორც აქტივისტს, არც მერაბს ვაფასებთ, კვლავ ვიმეორებთ, რომ მერაბი ადრე თუ გვიან რასაკვირველია დამარცხდებოდა სამწუხარო მისი ფართო გაგებით პოლიტიკური პოზიცია, უпроцовად უპოზიციობა, ხმას რომ არ იღებს. რეზო კიკრაძესთან თუ სხვებთან მიმართებაში საერთოდ დადუმებულია, მაგრამ არ არის მერაბ დვალიშვილი ერთადერთი და გამონაკლისი, ესე არ იღებს ხმას უამრავი ადამიანი, უამრავი სპორტსმენი მათ შორის და დამონათების ჟამიც ალბათ გაასულია და კიდე ალბათ კონტრპროდუქტიულიც არის ეს დამონათება ცალკეული პირებისა, იმიტომ რომ ამ ერთ-ერთი თეორიის თანახმად უფრო ამ შემთხვევაში განვიზიდავთ პირებს და საერთოდ არ ტოვებთ სივრცეს პოზიციათა დაახლოებისათვის. მე ვსაუბრობ იმედზე, ტელეარხზე, რომელიც კვლავ ვიმეორებ ამ ამბავსაც სათავისოდ და ამ შემთხვევაში კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ერთი წარმომადგენლის ან ზოგადად კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გასაშავებლად იყენებს. მას შემდეგ რაც იმედმა გამოაქვეყნა ლევან ჯობავას ეს სტატუსის ეს სკრინი, იქვე დაურთო თავისი ტექსტი და ნახეთ რას ამბობს იმედი, მე ჩამახედა ტვინში იმ ადამიანებისა, ვინც ამ გვარ ტექსტებს მოიფიქრებს ხოლმე, ვინც ამ გვარ ტექსტებს თავიანთ დიზაინერებს თუ შესაბამის სამსახურების ან სამსახურის წარმომადგენლებს ჰკარნახობს, მართლა მაინტერესებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ტელეკომპანია იმედში შესაძლოა კი არა არც მუშაობენ, ნამდვილად არ მუშაობენ, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიიდან, ქართული ოცნებიდან მისდით ინსტრუქცია და ზუსტი ტექსტი რა უნდა გამოაქვეყნოს იმედმა, არ ვიცი რომელიმე პასუხისმგებელ პირს მისდის, შეიძლება ეს სულაც არ არის მაგალითად იმედის დირექტორი, ან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ან სოციალური მედიის მენეჯერი, არ ვიცი, მით უფრო არ არის მაგალითად ის რუხაძე ირაკლი. ალბათ არ არის, მაგრამ ვიღაცა იღებს ამ ინსტრუქციას თუ ამ ტექსტს, მე რაღაცა აფორმებს, ფოტოებს ურთავს, როგორც ამ შემთხვევაში ლევან ჯობავა და აქეთ კიდე დვალიშვილი და
მე უკვე განათავსებს ხოლმე ამ შემთხვევაში სოციალური მედიის გვერდზე. ოპოზიციის ნახეთ როგორი ტექსტია. ოპოზიციის დახელფასებული აქტივისტი, ეხლა მე რო ვთქვა რომ დაიგინეთ მერქი მოდის ვიხდით ცხადია ხო? ვინ თქვა, ვინ ადასტურებს, რატო უსვამთ ძახილის ნიშანს რომ დახელფასებულია ლევან ჯობავა, ეს არის ტყუილი იმისათვის რომ საზოგადოების ის ნაწილს რომელიც ეცნობა ამ შემთხვევაში იმედის ქართს ეს ნაწილი შეიყვანონ შეცდომაში. ლევან ჯობავა ქართველი ჩემპიონის მარცხს დამცინავად ეხმაურება და კითხულობს მერაბ თუ გაახსენდა რეზო. ხო, ეს არ არის არც დამცინავი კითხვა და ეს არის რეალური კითხვა. გაახსენდა კი. მოდი ახლა სხვაგვარად ვილაპარაკოთ და მერაბ დვალიშვილს მივმართოთ, თუ გნებავთ, თუ შეტევაა, აქეთ შემოტევა, ჩვენც გადავიდეთ შეტევაზე. გაახსენდა თუ არა მერაბ დვალიშვილს რეზო კიკნაძე. გაახსენდა თუ არა, მე გეტყვით რომ არ გაახსენდა. გეტყვით პირდაპირ და მერაბ დვალიშვილს მაღალზე მაღალი ალბათობით სულ ფეხებზე ჰკიდია რეზო კიკნაძეს, მისი ნებისმიერი სხვა კომაგიც და ადამიანები, რომლებიც გამომწყდეული ჰყავს ბანდა ხელისუფლებას. ის იყო ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, ის შეიძლება დაბრუნდეს ოქტაგონზე და მათ შრევანშიც დროს დაამარცხოს ხსენებული რუსი, რომელმაც გუშინ მერაბ დვალიშვილი დაამარცხა და სამწუხარო ამბავია ცხადია ეს, მაგრამ მერაბ დვალიშვილი როგორც მოქალაქე სამწუხაროდ საერთოდ არ კომაგობს, საერთოდ არ არის იმ მოქალაქეებისაკენ, რომლებიც მათ შორის მერაბ დვალიშვილის ქვეყანას იცავენ. ესე ოქტაგონზე ცეკვა ფაფახით თუ არ ვწდები გამოსვლა და რაღაცა დავლური იქ ჯერაც არ არის საუკეთესო პატრიოტობა რომ ვიცოდეთ მაინც. ამ შემთხვევაში მერაბს როგორც მოცეკვავეს ისევ აკრიტიკებ და უფრო დიდი პატრიოტობაა და გაცილებით ბევრად დიდი პატრიოტობაა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ჩუმად თუნდაც ოპერასთან დგომა, ჩუმად კვლავ ვიმეორებ ხმის ამოუღებლად და კომაგობა, გულშემატკივრობა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ბანდა ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ. კვლავ ვიმეორებ, არა ვარ მე დიდად მომხრე და აღარა ვარ საერთოდ მომხრე ამ დამუნათება შეიმინგისა ადამიანების, მაგრამ თითქოს გიბიძგებს ამ შემთხვევაში კონკრეტულად არა იმდენად დვალიშვილი, ამდენად ტელეკომპანია იმედი, რომ დავუბრუნდეთ იმ სტრატეგიას თუ ტაქტიკას, რომელიც გქონდა არც თუ დიდი ხნის წინ. და მე უკვე იმედი კიდე უარეს ჩადის, ანუ ლევან ჯობავა ხომ გააშავა მისი ჭკუით, დახელფასებული აქტივისტი უწოდა რა. მე უკვე უარეს ჩადის და ამბობს სწორედ რეზო კიკნაძეზე, გამოყოფილად ყვითელი ფერით არის მონიშნული, მოდის ვიხდი გაჩვენებთ, ანუ ყვითლად რაც არის დაწერილი, საუბარია მოძალადე კრიმინალზე, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძეზე, მსჯავრდებული რეზო კიკნაძე მოძალადე არ არის, კრიმინალი არ არის, ის არის ტუსაღი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა. ერთი პირი ბოდიში აღარ მახსოვს ვინ ეს უკვე გამექცა ეს პოსტი სიმართლე გითხრათ, რომელიც ამ თემას ეხებოდა, ერთი პირი, აღარ მახსოვს ავტორი ვინ არის, წერს რომ ჩვენ საუბრობთ ლევან ჯობავაზე ამ შემთხვევაში კაცზე, რომელსაც არ მინდა რიცხვი შემეშალოს გულახდილად გეტყვით, მაგრამ აქედან გამომდინარე ეს ზუსტად შეიძლება ვერც გავიხსენო, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, თუ არ ვწდები უწერია რომ ლევან ჯობავას აქვს გადასახდელი ჯარიმების სახით, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების სახით, არასამართლიანად დაკისრებული ჯარიმების სახით, რუსთაველის გამზირის გადაკეთვისთვის, თუ არ ვწდები, მაინც მოვერიდები რიცხვის დასახელებას, რამდენადაც არ მახსოვს, თუ არ ვწდები, რამდენიმე ათეული, მოდი ესე ვიტყვი, რამდენიმე ათეული და შესაძლოა ასეული 1000 ლარიც კი, ეს იმ ლევან ჯობავას, რომელიც სხვათა შორის იმითაც გამოირჩა რამდენიმე თვის წინ, რომ შეიარაღებული ბანდიტი, იმედის რომ ტიტუშკა არ გონია და იმედი ვისკენაც არის ის ბანდიტი განაიარაღა ერთ-ერთ საჯარო დაწესებულ კაფეში, თუ არ ვწდები, თუ რესტორანში, კაფეში და მართებულადაც მოიქცა ეს კარგი პატრიოტი, ბრგე კაცი ლევან ჯობავა. ლევან ჯობავას მიმართ რაღაც სიმპათიას კი არ ვაფიქსირებ მაინც და მაინც, უბრალოდ აქ თავარი სალაპარაკო არის სწორედ ის, რასაც აკეთებს, რასაც შადის
ტელეკომპანია იმედი, რუპორი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა, ოღონდ დე-ფაქტო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს აკადემიურ სივრცეებში ვითომ აკადემიურ სივრცეებში რომ საერთაშორისო ტრიბუნებზე მათ შორის ასე მაგალითად მაკა ბოჭორიშვილს რომ ვკითხო, პოლარიზაციას ხელს უწყობს თურმე ოპოზიცია თუ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიერ მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება. პოლარიზაციას ხელს უწყობს პერსონალურად ირაკლი რუხაძე, რომელიც დამოუკიდებლად იმისა საქმის კურსში არის თუ არა ამგვარ რიქარდების შინაარსთან დაკავშირებით მის კანტორაში ხდება ეს ყველაფერი და მისი კანტორა იღებს ინსტრუქციებს უხეშად დიმიტრი სამხარაზისაგან, რომ ესეთი ინფორმაციები, ესეთი კარდები გამოაქვეყნოს და ესე გადაჰკიდოს ერთმანეთს საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი, რაოდენობრივად მნიშვნელოვანი ნაწილი, საზოგადოების მეორე რაოდენობრივად მნიშვნელოვან ნაწილს ხარისხზე ხომ არ ვლაპარაკობ, ხო, აქაც შემიძლია ბევრი სიტყვის თქმა გულახდილად გეტყვით და დასაბუთება იმისა, რომ ხელისუფლების მხარეს ხარისხობრივი თვალსაზრისით არის რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ტვინ გამორეცხილი დაბალი ინტელექტუალური საზოგადოება არ ვკადრულობ ამას, იქაც ნახავ 10, 15 ან 45 ინტელექტუალს ბჭყალების გარეშე, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ამიტომ ახლა ეს ხარისხში და ინტელექტში გაჯიბრებებს არ ვაპირებ. დიდი ნაწილი, არ ვამბობ რომ მცირე ნაწილი, მეთქი მნიშვნელოვანი ნაწილი მომხრე ხელისუფლებისა, ხელისუფლება წოდებული ბანდისა, უპირისპირდება მეორე მნიშვნელოვან ნაწილს, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილს და იმედი ნაცვლად იმისა, ან ზოგადად მართველი პარტია და მისი რუპორები, რომ ამ უბსკრულის აღმოფხრას ცდილობდნენ, ისინი ცდილობენ და ახერხებენ კიდეც უბსკრულის გაღრმავებას, როცა ასე მაგალითად პატიმარ კიკნაძეს კრიმინალს უწოდებენ, ასე ძახილის ნიშნით და ოპოზიციის მიერ დახელფასებულს უწოდებენ ლევან ჯობავას. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ხო, ასაკვირველია, მე მერჩივნა პერსონალურად რომ იცით რა ექნა მერაბ დვალიშვილს, აი თუ პირობითად ვლაპარაკობ 100,000 მაგალითად აქვს ლევან ჯობავას რაღაცა სახელმწიფოს მიმართ ბჭყალებში დავალიანება, ანუ ჯარიმები 100 ლარი გადაერიცხა, 100,000 ლარი გადაერიცხა პირობითად ვლაპარაკობ ნანუკას ფონდში, მაგრამ ამას რომ არ იზამენ სპორტსმენები, რომლებსაც შეეძლოთ შევსება, სპორტსმენები მაღალანაზღაურებადები არიან და ამიტომ ვამბობ ფეხბურთელებზე განსაკუთრებით მაღალანაზღაურებადები არიან, მორაგბეებზე ისინი დაბალანაზღაურებადები არიან, ფეხბურთელებთან შედარებით. კალათბურთელები საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს და აი ოქტაგონზე ვინც გამოდის, მერაბ დვალიშვილი ამ შემთხვევაში ის ხო რაც შეეძლოთ შევსება ნანუკას თუ რაღაც სხვა ფონდისა და გასტუმრება იმ ჯარიმების თუნდაც 5%-ისა, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებს აქვთ. არ აკეთებენ, მათი არჩევანია თორე. ხო გამოვა მერაბ დვალიშვილი, მეც ჩავთავ ხამის 4 საათზე ამ რომელიღაც არხს და მეც ვუქომაგებ, განა არა. ის არ გქომაგობს თორე. ის არ გქომაგობს საქართველოს თორე. დანარჩენი ყველაფერი გაივლის, ბიზნესად წაეთრევა. ასაკვირველია, ადრე თუ გვიან და ადამიანები საკუთარ თავის მიმართ კრიტიკულად არ იქნებიან, თვითკრიტიკული ნაკლებად იქნებიან, ალბათ. მაგრამ ნაწილი ამ ადამიანებისა წიხლსაც მიაყოლებს ივანიშვილს, მათ შორის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები და ხო, ჩვენ ვუქომაგებთ მერაბ დვალიშვილს, რესო კიკნაძეც უქომაგებს, ლევან ჯობავა როგორც მოქალაქე, ყველა რეზო კიკნაძეს და ლევან ჯობავას უქომაგებენ ყველა პატრიოტს, არ ვიცი დვალიშვილი რამდენად იქნება საქომაგოთა სიაში. ახლა